სალი. ეგ არის პროექტების სახელები, რაც შეცვლეს ამ გუნდში. ასევე თითოეულ გუნდს გააქვს მაქსიმუმი ამ ტაიმერზე იქნება ჩავთვალოთ შემდეგ უნდა შესწავლება და შემდეგ იქნება ჟიურის წევრებს კითხვების დასვის უდო. პრეზენტაციების შემდეგ ჟიურის წევრებს აქვს საშუალება 1 საათი გავუდგენ და შემდეგ უფრო დახვეწოთ თავიანთი შეფასებები ან ვიღაც არ შეაფასოთ და შემდეგ თქვენი აქტიური მასალებიდან გამომდინარე შეფასება გადააკეთონ ასე შემდეგ და იმ 1 საათიანი თანხმობის შემდეგ გამოვავლენთ ორ გამარჯვებულ გუნდს. პირველ გუნდს გადაეცემა Huawei-ის ტელეფონი, პირველ გუნდის ყველა წევრს გადაეცემა Huawei-ის ტელეფონი და ჯეოლოგის სამთვიანი საშუალება. ჯეოლოგი არის 24 საათი გია, კვირაში 7 დღის განმავლობაში, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოხვიდეთ და იმუშაოთ გუნდის სასურველ პროექტზე. ან ეს პროექტი რაც დაიწყეთ, დაასრულოთ, ჩავუსვათ პროდუქშენში და ასე შემდეგ. მეორე გუნდს გადაეცემა, მეორე გუნდის ყველა წევრს გადაეცემა კინოთეატრი რუსთაველი ამბიანის და ტავია 100-მილიონიანი ბარათი. ესე დიდი მადლობა გადავუხადო ჯიტას იმისათვის რომ გამოგვიყო საგრაფიკო კონკურსის შესაბამისად დაფინანსება და მისი საშუალებით ჩავატაროთ კაკატანი და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯეროლებთ რომ გამოგვიყო ადგილი და იმ კულტურა და ინოვაციურ და მაგარ გარემოში მუშაობდით 3 დღის განმავლობაში. ესე იგი პირველი გუნდი რომელიც გააკეთეს პრეზენტაციას ამ შეგიძლიათ ყველა გამოხვიდეთ ან ერთი ადამიანი გამოხვიდეს პრეზენტაცია საკეთან გავუშვებ და ზუსტად გაგრძელება 5 წუთი. ამ ზონზე იქნება ჩვეულებრივი დამუშავება. ან როგორ არის შეუძლიათ გაჩვენოთ პრეზენტაცია ან გასცან საიტი პირდაპირ და ან გასიქნება და რეალურ პროდუქტებზე გაჩვენოთ. ასევე ამ ჯგუფის შემდეგ ამ პრეზენტაციის შემდეგ კარგი ისალო ერთსაათი ცალკე გახოთ რომ იქ აღწერები უწერიათ პროცესს და ასევე აქ პროტოტიპების ლინკები შეგვიძლია კონტაქტი გავაკეთოთ. აი, ფუტფაინდერი გამოვიდეს. აი, ვინ არის მაშინ ზა, პირველი ვინ გამოვა? არა, მაშინ გამოდის ფუტფაინდერი. ეს რა პრინციპით შედგა? ანუ პროსტა პასუხის მეშვეობით. დრაიმა დაალაგა. არ კონკრეტულად. არის აგივართვარ, არა, ალბათ პრეზენტაციაში. ნაკლებად კრიტიკულები ვიქნები ჯიური, რადგან პირველი გამოსვლელი არის ფუტფაინდერი. ამიტომ უკირათესობა აქვს. რადგანაც ჩვენი თემა იყო ტურიზმი, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ტურისტებისთვის მოგვეყარებინა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრობლემა იყო, ეს არის საკვები და დასავლები, ანუ სასმელი და საკვების პრობლემა. როდესაც ქვეყანაში ჩავდივართ, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, როგორც შესანიშნაობები ამ ქვეყნის, ასევე მათი კულტურული თუ ასე გასაუბრებელი და როგორც არის საკვები მათი რა ჭამი, რა სვამი, რა ტრადიციული და ასევე არატრადიციული. და ჩვენი პრობლემა, ჩვენი ვებგვერდი წარმოადგენს ესეთ რამეს, რომ ტურისტი მიესალმება და ეხება ისი პოვნა სურს საკვების თუ სასმელის. თუ სასმელს აირჩევს, გამოდის ესეთი რამ, რომ რაც კი ამ ქართული თუნდაც ღვინო, ბუდი თუ ასე შემდეგ სასმელები, რომლის სორტირება შეუძლია ტურისტის საშუალებით, შეუძლია რეგიონების ხეების საშუალებით მოიწიოს ესათუის სასმელი, რომელიც წეში არის შეუძლია დაალაგოს ფასის მიხედვით საკუთარ ტურისტის დადარებას, მაგრამ ფილმზე გადაჭრის შემდეგ ჩვენ გავხარისხებთ, რომ შეუძლია ნახოს რაც შეუძლია იყიდოს ესათუის პროდუქტი და გეგმების საშუალებით მიაგნოს მას ადგილად. კონსტანტი იყოს მის პრესში. ნუ ეს სორტირების შემდეგ რაც არის, თუ შეიძლება საერთოდ ჩვენოთ შეუძლია მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოასწავლეთ საბოლოო ამ ყველაფრის დასრულება. შეუძლია დაფილტროს ესეთი მითი, ანუ რაც სურს
ასევე გაფორმებულია საკვები, რომელიც რესტორანი შეუძლია, ასევე შეუძლია შეაფასოს და ამ შეფასებას უნახავთ კუქიში და არჩევდება ანუ რეგისტრაცია და ზედმეტი კვალიფიკა იმისთვის, რომ საიტი მოიხმაროს და ასევე ის არის, რომ ის არის responsive design-ით არის გაკეთებული და ნებისმიერ რესტორანისთვის მარტივად ახსოვდება და გამოყენებადია ეს პროდუქტი. და ამით ჩვენ გვინდოდა ის რომ როგორ შეისწავლოს ტურისტმა როგორც ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი პროდუქტი და ჩვენი საკვები დაგეგმება ასევე ის ამ ვორჩ ჰოლ ანუ საფონიშის ინფორმაცია მისგან შედგება, მისგან არის დამზადებული ეს საკვები და ასევე საჩვენებია რომ მიიღება ასევე სიმქალი იჩნება თბილისში არა შეუძლია ჩაუშვათ რეგიონი აიჩი რომ აქეთ და ნახავენ აი შეიძლება დავუშვათ ლოკაციის და კიდე გათვალისწინებული ხონდა ეგეთი რამბო თუ მოგულში შევარ სპარტონთან ჯეოლოკაციის საშუალებით სად შეუძლია ყველაზე ახლოს შეიძლება კრიტერიუმს ეკონომიკურ და ანუ ეს ახლა ისე აღშაფანილი მონაცემები სატესტო რეჟიმში შეუყვანილი და ერთ-ერთი რაც არის რომ ამათუქის დამახასიათებელი ის ბავშვი აჭარაში თუ აჭარო გაჭარბული და იქაურის გამოდის აჭაროა ბევრი იქნება თუ რიმბოშო შეხვდება რიმბოშო შეხვდება ამ იქნება უკვე რამდენიმე წელი სადაც იქნება და საშუალო ფასი იქნება ეს შეკითხვა კაი არის და საყვარელია, მაგრამ ახლა ინფორმაციას რო შეაგრო, ამის უკან არის, ანუ ვის არის გაინტერესებული რესტორნები გიხდიან, ტურისტები გიხდიან, შემოსავლები თუ მაგალითად ყავს ბიზნეს მოდელი რა. ბიზნეს მოდელი უფრო რესტორნების მიერ არის პოპულარიზაცია, მათ ისინი გიხდიან, რომ ჩვენ საერთოდ შემდეგი პუნქტი, რომელიც დაასრულებს პრეზენტაციას, იქნება Geo2 Challenge.
მოიგონს რაღაც გარკვეული რაოდენობის ქულებს. ქულების მოყვება იყოფა შემდეგნაირად, რომ მაგალითად თუ ავიღოთ თეთრ სვანჩი მოიგონს 200 ქულს, მაგრამ ბოლომდე 10-ზე შევა 15 ქულს აღმოჩნდეს. ან სიკვდილის მიხედვით თუ სხვა ადგილას მიეჭება სხვა რაოდენობის ქულები. მაგრამ არ გასწავლდება ჩვენი შედეგი და ადგილის მონახულების შემდეგ იუზერს აქვს საშუალება მიიღოს გარკვეული სახალხო კითხვები ამ ადგილზე, რომელიც მოინახულა და სწორი პასუხის შემთხვევაში მოიგოს დამატებითი ქულები. ასევე რა თქმა უნდა იუზერს აქვს შესაძლებლობა რომ კონკრეტული ადგილი შეამოწმოს დაუწეროს ქულა და დაწეროს კომენტარი და არტემოს თავისი Facebook-ის მეგობრების ადგილმდებარეობას იქნებ თუ არა ისინი ამ ადგილას დააშეკნებოდა და ასე შემდეგ. რამოდენიმე თავის განმავლობაში და 40 საათის განმავლობაში არის ის რომ რეგისტრაცია გვაქვს Facebook-ის საშუალებით, ასევე გვაქვს დასოქმული ინფორმაცია და დასოქმული ადგილები, როგორც აღნიშნეთ წეგან არის nearby places, რომელიც ფაქტობრივად ამოდან არის most popular და most visited places. ასევე არის დაჩექნება, რომელიც ხალხო არის high visited places, რომელიც მოვინახულე და რომელიც არ მაქვს ერთობი ნახულები, განსხვავებული ლისტში, XC კონკრეტულად თუ ნახოთ სკრინშოტებს არის რომ მონახულები არის წვანეთი დაგიშვა XC-ით მონახულები. გვაქვს კითხვების დასაცავად ფუნქციონალი, რომელიც მალების ქულებს საშუალებას გვაძლევს და ასევე გვაქვს ქულების დაგროვების პრინციპი, რომელიც შემდეგში გამოგვაგება ჩვენი Facebook-ის მეგობრებთან ის წარწერაში და ასევე გლობალურად ვიდეოებზე ვისაუბროთ პროცენტი ადგილი მონახულები. ტექნოლოგია არის ზამთრის სიშატრ, რომელიც Android-ის გამოიყენებს, Facebook-ი, iOS-ზე და სამავო გეგმები. რა თქმა უნდა, იგეგმება მათი შევსება ძალიან რთულია. იგეგმება რაღაც სამშობლის შექმნა, რომელიც კონკრეტული მოხარების ციფაზე გაუსუნებს პორტალს შეცდომისთან ალბათში გიახსენებს რაღაც რევიუს, მიგზავნის გადაწყვეტილების შემთხვევაში დადებითი იქნება ჩვენ ესთან ალბათში მითებული არის. ასევე გვაქვს wishlist-ი, რომელიც ვერ მოვასწარეთ, ბოლომდე დასრულდა. wishlist-ი რა თქმა უნდა მიუხედავად რომელიც არის ისეთი ადგილების ლისტი, რომელიც მინდა მონახულობა და ჯერ არ მაქვს მონახულებული და ყველაზე მთავარი, რაც ახალისოს გახდის, ჩექინის შემდეგ 24 საათის განმავლობაში რომ მოაყენო, რომელ ჩემ დაშექნებულ ადგილას ვინ მოვიდა, ასევე იქნება კარგი თუ ნიშნულ მაგალითად ქართველი დაჩეკინა, ქართველი უნდა ვიდოდეს როგორ უნდა ჩემ მაგალითად დაჩეკინებული და უფრო დას мотивация გამოჩნდა. 24 საათის განმავლობაში ვინ დაჩეკინა ქართველი ან თუნდაც უცხოელი, რომ ნახოთ კლასს. და რა თქმა უნდა, გეგმავს აპლიკაციის რამდენიმე ელემენტი ინტერფეისზე დაწერას. ეს არის. მადლობა. ანუ ვებ ინტერფეისია, როგორია Zoals ik het hoe je het kijk, hou daar zo dat misschien een organisatie kan mogen maar weet dat schon is monastery voor de mogen Eu vou fazer tudo para agora só vai para pessoas que já nem não para o amigo arama para uma coisa Rotas turistic shops monastery ნახოს რომ არ არის დაჩეკინებული ესეთი ადგილი აქვს ტურისტიკი გზავნოს სამსავიშე რომ shops monastery და იყოს ფიქრობ რომ და იყოს შენს ლისტში და ხო და თუ შევაფასებ ჩვენ რომ დაამატოს ადგილი ის ხო არის რომ მოიპოვებინა shops monastery-ის დაჩეკინების დროს ის ავტომატურად დაიწყება. ფულების endpoint ან სამშობლოში ფულების რა არის და კიდე ფრაგმენტი. ზოგადად საკითხი ხალხს რატო Google Arena of Google საერთოდ მისაუბრა. მაგრამ ზოგადად საერთოდ რომ ახლანდელი სიტუაცია და შეიძლება ისე იმართოს. ეგეთი. მეორე ფაზე თამაშის საბოლოო ხო, არა ჩამოდეს საქართველოში 40 მოხმარება 40 ტურისტი რა 40 ტურისტი ჩამოვიდა კი ნახეს ერთ დაგივი რაღაცა და მიყვება სადაც ხო 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 მაგალითად 40 ხოლმე 40 გადანის ჩასწავლები ეს მომდრო კითხვის საუბარი მე შესაძლოა რეგიონი ამბობდა კითხვის საუბარი და ზოგმა კარგად მომავალ ზოგმა რაღაც დაიმახსოვრა ზოგმა ვერა და ჩელენჯის სიტუა არის ის რომ მე უფრო მეტი ჩანს მეგობარ რომელიც ერთად ჩამოვიდით და სხვასა ანუ შიდა
Facebook-ის ის პრობლემები დადგა შემოყოლებული იყო მაგის რამე არის ყოველთვის გავდი. Augmented reality, it's got augmented reality, it's got mobile mobilში რო ზუსტად აი რაღაც პოინტზე რო რაღაც ინფორმაცია მოგცეს. მაგალითად გადავიდე ჯუის მონასტერს და გადაჭების შემდეგ რო ჯუის მონასტერი ამოსულ შუადან და ჯუის მონასტერი გადაჭების შემდეგ განა ესე რა ქვია, ну augmented reality ეგეთი რაღაცა რომ ვთქვათ კამერით ხო ზედა ინფორმაცია მოგის ისე geolocalization, oder რაც იღებ image-ზე ეს არის როგორც layer-ი expand information. ესე იგი, აქ გადავიდე რაღაცა, ვიღაცა ამასაც tag-ი მოვცა, ხო? oder ეს არის, როცა იღებ ეს tag-ი ავტომატურად იჩნდება. საინტერესო ამბავია. ესეთი თემა არის რეალურად ძალიან ბევრი ამის მოხდება შეიძლება ყველას ევოლუციით თუ ამ მომსახურებაში დივიდია და ეს სხვა მაგრამ მაინც იქამდე მე თვითონ შესაძლოა რა შესაძლებლობას გქონდა ჩვენ რესურსი ისეთ რო ის მიხედვით ის დამოყარო და ის დავწერეთ და ერთხელ შემოთავაზე დეტორი ძალიან კარგია და ასე პარასმობრია ისე იგი შეიძლება მომავალში თუ პროდუცერი და თუ სულ სახეს ვიცენ და არ დავანებთ თავი კომუნიკაცია და მოცეთ ეფექტივარიანტი გასაშრობო ალბათ ჯიურის ერთი არის შევახსენე. ანუ თუ თქვა ბოლომდე ჩამოყალიბებული რაღაც კურსის დაწერის დროს ის შემდეგ როგორც ერთ საათი შეგვიძლია ჩემი ნახოს სკრინები ისევ პრეზენტაცია აყრიდან და აღწერა და შემდეგ გამოვიდანო დასვლა. შემდეგი გუნდი იქნება Go Emotions. Emotions, ტურისტული კომპანიის გვერდზე
რომელსაც უკვე სხვა მომხმარებელი, რომლის ნახვა უკვე სხვა მომხმარებელს შეუძლია. ეს რაში არის გამოსადეგი. ანუ საშუალებას აძლევს სხვა მომხმარებელს ტურისტული კომპანიების არჩევასა და ნდობაში. ანუ სარგებელი მოაქვს ნდობაში, ანუ სხვა მომხმარებელს ვიღაც ტურისტის მიერ დადებული ინფორმაციის მეშვეობით შესაძლებელი ექნება გაიგოს თუ ტურისტული კომპანია რას თავაზობს მას მაგალითად. ხოლო ეს ყველაფერი სარგებელი ამ ყველაფერი სარგებელი მოაქვს როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ასევე ტურისტისთვისაც, რადგანაც ტურისტი უკვე სწრაფად ეჭვის არის ხელმოწერის გადაწყვეტილებას, ხოლო ტურისტული კომპანიებიც კი თვით ტურისტი უკეთებს პოპულარიზაციის მოპოვებაში იყო. ეს იყო და ეს. შეიძლება გამოსცემია მობილური ვერსიებისთვის. ანუ შეიძლება ცოტა გაიცნოთ ვინდა გაჩვენოს. აქედან შეგვიძლია მარტო ვების წერტილია გაკეთებული. ჯერჯერობით ვები. ხო, ვები ჯერჯერობით. შემდეგ გუნდი იქნება გაიგმენი.
preferences in display.
აქაც დრო ავტომატურად ეუბნება აპლიკაცია თუ ჩავდგა ეს დროს ხო აი მოდი ინიციატივის აიღებ სულისება ფუნდამენტებად ყველა გუნდთან ამის შემდეგ ვინც გამოვა აუცილებლად ყველა თქვით რა მოასწავლეთ ამ სამდროში, რა ვერ მოასწავლეთ და რის გაკეთებას ამბობთ. აი ფუნქციონალში იდეაში საგამო. ფუნქციონალში ვიზუალი ეს რაც მოყევი ნახე რომ მე გაფრთხილებული შეიძლება. აი აზები შეიძლება აგებამოს სამსახურში. არა ფუნქციონალის და დაწყებითი გამოკეთება ფუნქციონირებს ეს ზოგადად ამ ჩვენი ადმიკო გვაქვს სადაც ჩვენ user-საც შეუძლია user-საც შეუძლია დაამატოს ტური არბიტრის მხარეს და ასევე ტელეფონიდან შეიძლება ასევე ტურების შემონახავი არის და ასევე არის მედია სადაც მაგალითად შეიძლება ფონდები და მნიშვნელოვანი სამიგანტე ვიჩვენებს უახლოეს გზას და ასევე ხდება შეტყობინება ფუში როგორც სიტყვაზე რაღაც მანძილი კარიერა და მაგალითად იყო რაღაც შესაძლებელი ძეგლი და ამ ძეგლის შესახებ ინფორმაციას გაგებს ფუშში ეს როგორ გასწრები რაღაც ტექსტი ან ლოგიკასთან ლოგიკა არის დაკეთებული უბრალოდ ზავა პროდუქტის სახით შეგიძლია კი როგორ ტელეფონზე შეიძლება ლოგიკა ხო და უბრალოდ ეხლა არის ასეთი ეტაპისთვის რომ მაგალითად რა კონკრეტული პერიოდში რაღაც ფუშში უგინობა ვარცხავდა ანუ კონტენტის ავტორის გამო ამ ეტაპზე მიუყვანე ჯერჯერობით ჩვენ დროებას დავფარჯეთ უბრალოდ რაღაც კონტენტის მომზადებაზე და დიზაინის პროცესზე უბრალოდ კვალიტეტურო რაც უფრო მეტი ფუნქციონალი ქონდა აპლიკაცია ეს კინები რაც მომენტებში ნახავ ხო ამაცხოვრი და აკადემიკ კარიერაზე და όλα ეს იყო ვიზუალური მომენტები აღარ იმ ხელს ოკეი ან ძირითადად მაინც რაზე არის ვერიტრანი ვიზია თავარი მოდელის არის რომ სამბევრი რაღაცა მასალო ტურისტი რო ჩამოვა უბრალოდ მაგალითად რაღაც შეგაფარო გაუწევდა მაგალითად რაიმე კულტურულ ძეგლთან დაკავშირებით მას შეკითხვა ან კითხვა არ უნდა გაუწევდეს უბრალოდ ტელეფონმა გაითავსოს ავტოგიდის ფუნქციონალი და ამ ყველაფერს შეუძლია მაგალითად თუ რაღაცა არ არის ავტოგიდის შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია საკუთარ ტურის შექმნა და ის რეიტინგის და აბსოლუტური კომენტარიზაციაც და ტურის ამ ინფორმაციას ერთი თვითონ იუზერებს შეყავთ და მეორე და ანუ ეს არის ფარეს კი ანუ ეს არის ფარეს სადაც შეუძლია და ადმინისტრატორს და ეგ ავტომატურად გამოჩნდება device-ში და ასევე შეიძლება თვითონ device-დან შექმნა device. ამ იდეაში სტუდიის საერთოდ შექმნა და ასევე ეს დაყოფილი არის ანუ ადმინისტრატორის ფარეს მოსაკეთებული და ანუ საკი user-ის ფარზე რაღაც მეტაბულზე თქმა აქვს. უბრალოდ user-ის ფარეს შეუძლია უბრალოდ ტურები დაასაბილოს შოპინგი ინფორმაციები შეხავს როდინა შოპინგი ჩვენ გავხდით ეს და შოპინგის ლოკაციები ხო ლოკაციები იქნება აი შეიძლება იყოს ჩუჩა ანუ იყო ინფორმაციები და ლოკაციები ეს შოპინგი იყო ეს შეგვიძლია ტურს რო ქმნის კალორიების ამოწურვა დაუგებარი იქნება რეალები აქედან აქ და მისვლა იქ ასარჩევებელი რო იყო ანუ ასაკი წონა სიმაღლე და გასავლელი მანძილი ანუ ამით ეს უბრალოდ სამომავლოდ რაღაც გაზრდება მაგალითად და ასევე ტრანსპორტი იმოსრაო მაგალითად უბრალოდ იმოწურებს ადამიანებს პირობითად მისი ასაკი სიმაღლე რაღაცა ანუ ის დაუქმის მაგალითად რაღაც კალორიას გამომუშავება შესაბამისად ის მისასვლელზე სადაც უნდა მივიდეს მაგალითად აღწერა მაღაზია სადაც რომ აი ამ მაღაზიაში შეიძლება ეს ნივთი რომელიც შექმნის ჯანმრთელობისთვის არის სასწრაფო და იმ მოქმედებს ანუ მანქანის ნებია კალორიას გამოჩნია
და
ის გახდა სვისი მასპინძელი, ანუ ვიღაცა ჩამოყალიბდა საქართველოს მასპინძელის ფონზე, შემდეგ ის ჩავდეს ქვეყანაში და ინდუსტრიის პროგრამაცია იყო მოსახლეობის თვითონაც. ასე შეუძლია ის როდის გადადის სადღაც ასვლა და ალაგებში დაახლოებით შენ ეგრე საგეთაიძია სადაც ამოუყრის თავის ავტომატურად სასურველ განსაზღვრებას, რომელიც არაგებია უზერის 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 ყველა საკთავისი შეფასება და პროექტები და ასე ადამიანები, რომლებიც უკვე არის ისეთი ტრანსპორტი ან მათთან ჩამოსული ასე ვთქვათ, ასეთი გასვლის მიხედვით ეს აღშის სოციალურ დაახლოებას შეიძლება რაოდენობით შეიძლება პრობლემის და შემდგომი პრობლემებსაც კომუნიკაცია აღსრულება ამას მიხედვით Well, that was I'm Translation potential tam საქართველოს გარკვეული სიტყვა პატარა სივრცეში შეგვიძლია იყოს საფრთხე თაში საფრთხე საბგაც და ყველა პროგრამის აღშეძლია ერთის და ეს პროფესიონალებში შედის თქვა რომელიღაც ქვეყანას თუ არ აქვს სხვა ამ ფაზაში მას არ ეკნება შეფასება ანუ ჯანურ შეფასებას ნაკლები ექნება და ყველაფერი ერთად რო შეგვიძლია ნახო პატარა დროში პატარა ადმინისტრაციულად ქვეყნის ეთიკის მაღალი იქნება და ეს უფრო წარმოჩენს ქვეყნის ტურისტულად მაგალითად შეფასების ობიექტი რა? შეფასების სამბარებლო თუ კონკრეტული ლოკაცია? კონკრეტული ლოკაცია ფასდება იროდი შაქო. ანუ შეიძლება ვიღაცა საკუთრებას შეფეთში არ იყოს სხვა, მაგრამ იმდენი მაგარი ლოკაციაა, რომ კომპლექტდება თუ ერთად აღება რატო ახსენები და ის ლოკაციები ადამიანს რა კომერციული სამართლებია არ შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო დაიწევს საერთოდ სულმოს არ ჩაუდგეთ სტადია, მაგრამ ამ ხო ხარეს ამ ტურისტული პროექტის მაგალითია მილიონი ლოკაცია არის მაგალითი. კი, შეიძლება ასეთებია, ჩვენ თუ საერთო ინდექსი ვამბობ, ხო საერთო ინდექსი შედგება ყველა რაღაცა იქნება, ხო? საერთო ინდექსი მაშინ ვიღაც რომ ახონდეს. მანერად ლოკაციებს ვაფასებ თუ კი არის მოწმენილი რაღაცა კრიტერიუმები, მაგრამ ლოკაცია ხაფასებ. ლოკაციების შეფასებით გეოგრაფიის საბრიგენის შეფასება ამ შეფასებით რეგიონის საბრიგენის შეფასება და რეგიონის შეფასება და ქვეყნის შეფასება. ну, როცა თაგებს ნიშნავს ასე და მაგ ჰაინგი მაინტერესებს რა. მაშინ მონიშნავს ქვეყნები რომელთა შეფასებაშიც გამოყენებული ესეთი რეგიონები, რომელთა შეფასებაშიც გამოყენებული ესეთი საბრეგიონები და რომელთა შეფასებაშიც გამოყენებული ესეთი ლოკეიშენები, რომელსაც თაგში უწერია ჰაინგის არის. ასეთი შესაძლოა. სხვა თუ არის თაგში, როგორ უფრო შეიძლება ის საერთოდ რომ ის ქვეყანა სხვა იდეა ან ბაზა მოვშით აბსოლუტურად ბაზა გამართულია და გრაფიკას შეიძლება ნახევარი ვიწერია. ან არის სამეცნიერო შედეგი ლოკალურ მე მაგით თქვა აი ტურისტების დაახლოების მექანიკა შეიძლება დეტალურად ვიყოთ აი უკან ლოგიკა როგორ მუშაობს აი კონია შემთხვევა რომ აი ჩახტობდი რაღაც ქვეყანაში და გაინტერესებს პირველად ქართველები ამიგებიან ან დაახლოებაში ასულთან არის ასეთი ერთ-ერთი გამოყენება და შეგვიძლია ყველა იმის სადაც ცხოვრობს პირობ. ხო? და არის იუზერი თვითონ სასწრაფოდ შეთავაზებას ცხოვრობამ და მიდასვლა აქვს. ანუ просто change არის და თუ ამის დაახლოება მეორე თვით ის რომ ამ ლოკაციაზე ხო გვაქვს კომენტარების გამოყენების საშუალება და ასე თავს თავის აზრს დაწერენ ამას. და აი იუზერებისაც არის შეგვიძლია დაუკავშირდეს რა კითხვა უფრო დაწვრილებული ინფორმაცია. ან code searching-ის ნაწილები. ხო, აი თქო, თავივარ და ვიღაცასთან ამ ცვლი ან იღაცა ფორუმ არა. ჩახვანი კოუჩები სიმრავლეა როგორც ამის ხო. თუმცა პირველად ინტერესოვანია ჩატარებული ლოკაციის ხო ამ თემ პროგრამისა რო ან ვიზუალიზაცია შეიძლება
ხო, სკრინები იქნება, შემდეგ ცალ-ცალკე გამოგიზავნეთ ყველა სამპროექტების სკრინებს. ტექნიკურად მაცემატიკა და აქტუალურად გადახარების მოდელაცია. პრობლემა ბიზნეს მოდელზე მაგითია, ის შეიძლება განმოხილოს. ხო, ბიზნეს მოდელზე ვიფიქრე, ანუ ალბათ ყველაზე უფრო დაინტერესებულ სახელმწიფოში ალბათ სავარაუდოდ და ტურისტულ კომპანიებში. ტურისტს გვაძლევდა აქ ამ საცხოვრებელში გადაგადეთ სპორტში თაკის პოლიცია. დააჭირა ყველაფერი მასწია. ყველაზე უფრო ოპტიმალური ჩვენ ვერჩევ ვიფიქრეთ, ალბათ ყველაზე პროდუქტიული კაპიტალიზმია. ნუ იმის არ მომავი რომ ქვეყნების ექიმი ნავარებს. შემდეგი პუნქტი იქნება live events. ჩამდიან ნახლებულ ფასადებს, სერტებს იღებენ აქედან პერაპოსაში მიდიან. ანუ არ ვიცნობენ ჩვენში აგულისხმობენ, თქვენ ზოგადად რეგისტრაციაზე. და ჩვენ უნდა მოვარდეთ ეს პრობლემა. და არ იციან ზოგადად რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ ხდება, რა ხდება და ვის მიერ ხდება. და მოგვალების გზა. ანუ ზოგადად ამ სამართალდაცვის გადაწყვეტა მოგვალება როგორ ხდება. ანუ ზოგადად როგორც ევროპაშია, თუნდაც ესტონეთი გაკეთებული თუნდაც ამერიკის ქვეყნები, იქ უკვე დაიწყეს სოციალიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეხლა ყველა ქვეყნება აიტაცეს, მაგრამ საქართველოში ესეა. აი, ესეა, თვითონ ესეა, ხო, ესე არ ვიცი, ჭარბო, არ ვიცი, არავინ არ იცი და არავის არ უნდა რომ დააკეთოს, ხო? მოდი და დავაკეთოთ. აპლიკაცია, სადაც ხდება ადამიანების დაკავშირება, ანუ როგორ ხდება დაკავშირება. აი, მე ვარ მაგალითად დაინტერესებული ვთქვათ ტექნიკურ გაერთიანებებში ვთქვათ ფრონტენდი და რაღაც ღონისძიება დიზაინერების და არის მაგალითად თბილისში. ანუ შევედი ამ აპლიკაციაზე დავრეგისტრირდი, ავარჩიე ეს ტეგი ჩემს ინტერესების სიაში, მომნიშნე რომ ვეიზი ავტომატურად შეყოვინება მომივიდეს და მომივიდა მეზე შეყოვინება. ხო, მე რაშვები მივიდა რა თქმა უნდა, ხო? თქვენ წახვიდეთ ისე თუ იქნებოდა რა. ანუ და ეხლა ამას არ დავაკეთეთ. ხო, ანუ ქალაქები ბევრჯერ წერია ამ თიხას ამიძინე და როწები მაგალითად მოკლედ. ქალაქებს აღარ ახსენებ, გვაქვს ამ სმარტ-სერჩი გვაქვს ამ პროექტად ცუს რა ჩავწერეთ, თბილისი წერება, ტაშკინი რაღაც კიდე რა უბრალოდ და ანუ ეს გუგლის-ს დავახსენებ ძალიან მარტივად და ანუ როგორ აკეთებს კიდე სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ანუ განახლებები ღონისძიებებზე ხდება მაინც საშუალებით, მაინც ანუ მარკების აუზენებთ, აი მაგალითად ხვალ რამოდან საათს ხდება ისა და ეს, უგზავნით ლინკს და ამაგებ კალენდარში, აუთლუკში, ანუ სხვა. და ანუ თავაზობ, ანუ როცა ჩემგულენ საიტზე არის მაგალითად ყველა შეიძლება დაიზაროს, მე მაგალითად ტექნიკა მიხარს და კიდევ. მოკლედ, რას გიყვართ იმ ტექსტს ეჩერთ, ნიშნავთ, მაინც შეწყობინებას იესაძლებთ და მოგდის მარტივად. მაგრამ თუ კი ხართ ზარბაცი, გვაქვს ტეგები, ხო? ვთქვათ, ცეკვა გიყვართ, რა ვიცი, სირბილი, სპორტი, ფილმები, არ ვიცი. და ანუ გვაქვს 5 ლისტი გვაქვს სამოვლებული, ანუ ვითარდებოდ ყველა ვიცით. სამოვლებული გვაქვს top 5 ლისტი საქართველოში არსებული და პირველი 5, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დაერთიანებული, გვაქვს მიცემული, რადგან თუ კი უმეტესობას აინტერესებს, უფრო მეტი შანსია, რომ სხვა უმეტესობასაც დაინტერესებს, ხო? და ანუ რა უპირატესობებია ამ აპლიკაციას არის პროს პლატფორმი,
ან თავი დავწყებ სანამ ზოგადად იდეაზე ვიზრუნებდით გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი, არის ძალიან ბევრი ეტაპი. თავიდან ბრეინსტორმინგის სესია ჰქონდა, ბრეინსტორმინგის სესიის მერე გადავსყიდეთ აბოჩი ესეთ პლატფორმა, რომელიც არ ვიცოდით და ეს თავი მოგწოდა რაღაცა გადაწყვეტეთ. შემდეგ მეორე დღეს მოხდა ისე რომ ეს თანამდებობები წავიდა, მეორე მილეკავდა რომ ეხა შეიძლება მოვიყვებოდე, ყველა ცილება მოვა, მოვიდა ხოლმე ისიც არ მოვიდა. ოკეი, გადავწყვიტე მეც დამეც ისეთ ტექნოლოგიას და ასე შეტავდი და გავაგზავნე დავიდე პროსპატონა ჯეიკოელის და ხო ეს პროსპატონა რომელიც მაგალითად კარგი რესპონსივია გვაქვს ამ ავტოკომპლექტ კარგი ექსპერიენსი აქვს იუზერებს smart search-ი გვაქვს ხარით უკვე და ანუ გვაქვს კონტაქტის ფორმაზე გვაქვს ფიდბექი წერენ თავს მეილით და ვიწერია ტელეფონის ნომერი კიდევ ანუ განვითარების პერსპექტივა და ანუ რასის სტელი მარტო ვიფრონტენდი მოასწარი მარტო ბექენდი არც ვიცოდი და ვერც გახიოვერ მოასწარი და სოციალურ ქსელებთან პროშირება არ გვაქვს იმიტომ რომ ვერ პროისეთები რომელიც მე მოწოდებ და დაწერები მოასწარი მე გავაკეთე შეიძლება გაჩვენოთ თეორიულად მოყოლ აი ერთადერთი ვიზუალური შემთხვევა კი ვერც ყოველდღე ვისწავლე სოტები კი ანუ თუ სწორად სხვადასხვა სოციალურ ნიუანსებს უკეთებთ collections და ჩვენებ ეგების მიხედვით უბრალოდ უგზავნით იმას მეერზე რომ შენ რო გაინტერესებს ეს თემაზე იუანსებს არის კი და ახლა თავისუფლად ანუ ლაივ დავაკეთეთ იმიტომ რომ ანუ უგზავნით მაშინ როცა ხდება და არ აფიქრებათ ანუ მაქსიმუმ ერთი კი ანუ პროტოტიპი ამ და მითამშის გარდა ასოციაციიდან მოგაკეთეთ ამჟამად მოსწავლე მაგრამ მითამში თეორიულად რა ტოპ 5 რაღაც ახსენებია ტოპ 5 ამჟამად მითამშე ტოპ 5 შეხედა რაც არის ანუ მარტო მითამში ოღონდ მითამშის ტოპ 5 შენელი ანუ ხო ეს თავი გავაკეთეთ რა ძალიან ბევრი შეცვალეთ მოგიგანა შემდეგ ეს სოციალური ქსელები გამოასწარი, მაგრამ იდეა იგივე იყო და ანუ აი ზოგადად როგორც ყველაფერი შევდიო ჩვეულებრივად smart search-ი გვაქვს ქალაქზე ვიჩერთ რომელი ქალაქში ვართ ან რომელი ქალაქში ვართ და რეგისტრირდებით თუ სურვილი გვაქვს ახლა და ხო, სანამ რეგისტრირდებით, ეგრე როგორ იყოს, სანამ ტექნოლოგიებზე, ამჟამად ტექნოლოგიებზე ყველა ეგრე კომპანიაში, სპონსორები დავაწყეთ ამოწერთ, რომ არ არსებობს ეგეთი ივენტი საქართველოში და ანუ ეს ტოპ 5 ლისტი, რომელიც სულ შეგვიძლია იქ კატეგორიები, თვითონ მითამსაც ხო და მითამის უგაზრო საშუალო სტრატეგია ეჩერა მითამის ხო იგზავნის მეილზე, შენ რაღაც დააჯექცე ანუ განსხვავება ხო, აი მითამის იდეას ვაკეთებ ანუ იგივე საკეთეს, მაგრამ ხო, შეიძლება ანუ შენ რაღაცა სპონსორსაც მოუხაჩავი და ისედაც Facebook-დან დავუყურებ ანუ რა თქმა უნდა პრაქტიკულად შესაძლებელია ამაფრინდი არ შენ მითამის აგებზე არა ანუ დღევანდელობაში მხოლოდ მითამებზე არსებობდა ქართული შესაძლებლობა და შესაძლებლობა მაგიდან წამოვიდა ანუ კატეგორიზებას როგორ ახერხებ მე რომ აინტერესებს შენ ანუ თქვათ მითამზე ხომ არსებობს ტეგები ოკეი მაგას უკვე კი ანუ სტატიკები ანუ საკუთარ ფორმა ეს პრაქტიკაში მარტო სამოვაჭრე ან მარტო გააკეთე? კი, ანუ ის მარტო გააკეთე და თან ტექნოლოგია იყო, ხალხთან მაგალითად სახალხო ტექნოლოგიების სწავლა და ანუ გამარჯვების უბრალოდ არ იყო ხალხო ტექნოლოგიის სწავლა. შემდეგ ვიტვირა აიოჩი
მიმდინარე ჩვენ გავაკეთეთ ტურისტებზე გათვლილი სოციალური ქსელის სოციალურ ქსელში ბევრი სხვა განაცხადება. ეს არის პირველი პროექტი, სასწავლო პროექტი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ეწოდოს ან already დალაგებული ადგილები სასწავლებლები, ტურები და ივენტები. ყველა ტურისტ და ინფორმაცია შეუძლია ზევიდან ახოს ან ზოგადი ინფორმაცია, რომელიც არის. ასევე ზევით არის გაკეთებული მომხმარებლის პანელი, საიდანაც შეუძლია მომხმარებლის ზოგადი ინფორმაცია. ეს არის ფეისები, ან ფეისები გვაქვს ახალისებული, რომელსაც ყველა ფეის აქვს შიგნით, დავტანილი, მაგალითად ფინლანდიას შიგნით აქვს ტოპ-ატრაქციონები, ტოპ-დესტინეიშნები, ასევე აქვს ჰოტელები, ტურები და ივენტები. მაქსიმალურად თან ჩვენ გვაქვს პოპულარობის მიხედვით დალაგებული სასტუმროები, ტურები და ივენტები, საიდანაც ეკუთვნება ჩიპ ან მაქსიმალურად დაბალი თანხით, რომ მოხდეს ამ მათე კონკრეტულ მოსაუბრების დაგეგმა. ეს ვარიანტია, მოგვარები, როგორი გასაკუთრებული, დაბლა კიდევ არის კონტენტი, წერა და ვიდეოები კონკრეტულ კანონს. ეს არის სტანდარტული ტურები, ტურების შეფასება, ან ტურისტული კომპანიების საშუალებების დარეგისტრირებიდან და განათავსება ტურები და ეს ტურები მომხმარებლის მიერ რეიტინგში და ისევ მაქსიმუმ. ეს არის ტურის სტრუქტურა. ტურის სტრუქტურაში შეუძლია რეგისტრირებულ მომხმარებელს დაჯავშოს ტური და იმართებები, ტურის შეფასების კრიტერიუმები ნახოს. დაბლა, მოდელები და დაბლა არის რეგისტრირებები თუ რას წეს მომხმარებელს. სასტუმროების თანხმობა არის booking.com-დან აუდიტარსაც ნაწილაკები, რომლებიც გამოიყენებოდა ეს ვარიანტია შიდა მხარე. აქ ვიყენებით გადაწყვეტილ booking.com-ის რეიტინგ სისტემა გამოიყენება, რადგან ჩვენი საწარმოებაზე უყურებთ რომ ეს სისტემა ნამდვილი. გვაქვს ოთახების რაოდენობა, ოთახების არჩევა შეიძლება დაჯავშიდან, საიდანაც მომხმარებელი გაგზავნა შეკვეთას, აი ამ მომენტზე უკვე ადმინისტრაცია პასუხისმგებელი თუ რამდენად დაზღვეული იქნება მომხმარებელი ამ სასტუმროს ხარისხში თუ რაც არის განთავსებული იმაზე. ეს უბრალოდ მონახაზია თუ შის ტურისტის პროგრამები, მაგრამ დაახლოებით წამიან დროს არის ის შეიძლება გადავიდექებინა. ივენტები არის ზოგადად სოფლიოს ივენტები გვაქვს აქცენტი გაკეთებული სოფლიოში ფესტ სამზე ყოველწლიურად ფესტივალების იმართება ის ფესტივალები გვაქვს გამონანილია მომხმარებელს შეუძლია ფესტივალი ნახსნია ფესტივალზე შევიდეს ნახოს ამ ფესტივალზე თუ სტრიტსად მდებარეობს რამდენი საშუალო ცხოვრებელია იმ ლოკეიშენზე კატეგორიის კატეგორიის თავისთავად რამდენი ადამიანს სურს ამ სოციალური ქსელიდან წასვლა ამ ტურზე, ამ იმერზე და რამდენი მიდის უკვე. დაბრუნდნენ ეს ავტორიზაციის ფორმა, მოხმარების ამ Facebook-დან მომხმარებლების ვარიანტი ესა თბილისში ალბათ არც კიდე არის საჯარო აკცა. ზოგადად საქართველოში მაგალითად 100-მდე იქნება. ეს ფეშტალის იქნება, მაგრამ მაინც შევიდაო. ხო, მიუხედავად ამისა, როგორც არის საქართველოში თბილისში არის მილიონობით ადამიანები ჩვენ გვაქვს საჯარო ეს არის ნორმალურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი გუგლი აპლიკაციის საშუალებით ასე თუ ისე გადავიღოთ პრობლემა, რომელიც რეალურად არის, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ეფექტივი რაოდენობა აპლიკაციების ყველა პროექტება ადგილები სადაც სამწუხაროდ დაბინძურებულია, აპლიკაციის არქონის გამო, ხოლო ამ დაბინძურების გამო ხშირია ძალიან რთული დაავადებები
რომელიც შეიძლება ადამიანებში და რომელიც ძალიან ხშირად განსაკუთრებადი მაგალითად მიწვისტი დაშლა. ასე რომ აპლიკაციას ექნება ფუნქცია, რომ მოგითხოვთ რაღაცა ტუალეტი, თუ ბევრი რეკვესტი დაგორდა მერია გამიგეთეს იმედია, რომ ეს ერთმანეთს ხო გადამის აპლიკაციის გააჩნია ფუნქცია შემდეგი, რომ ჩვენ სირბილ უახლოესი ტუალეტი ნახოთ, შეგვიძლია ნახოთ ტუალეტი უფასო, ასევე ფასიანი, რომელიც მე მგონი არც არ არის შეგვიძლია ნახოთ ფასიანი ტუალეტი. აპლიკაცია არის რამდენიმეროვანი, რადგან როგორც იცით საქართველოს ხშირად უცხოელი გასვლელი ტურისტი და მისთვის რთულია მიაგნოს ტუალეტი თავის უცხო ქალაქში, ასე რომ ერთგვარი სამყარო იქნება მისთვის ეს აპლიკაცია არ იქნება მხოლოდ თბილისს ვარგებული, იმიტომ რომ საქართველოს სხვა ქალაქებში, სხვა რეგიონებში მოგზაურობს ტურისტი და შეიძლება ეხაც გახდეს. ხო, როგორც ვთქვი, ტუალეტი და ასევე ხო სიადარგებული აპლიკაციაში ფასიანი ტუალეტები, ეს არის სკრინშოტები, რომელიც გვიჩვენებს სუსუპირად ჩართვისას უნდა ავიჩეთ ბინა, სასურველი, შემდეგ ქალაქი. ხოლო შემდეგ გაგვიხსნება დეშბორდი, სადაც გვაქვს ფასიანი, უფასო, რუქაბო, სადაც ყველა ტუალეტია განლაგებული, სეტინგები გვაქვს, სადაც შეგვიძლია ენის შეცვლა და ქალაქის შეცვლა. ქალაქის შერჩევა ერთგვარი აი ზაშილო ხარო რომ ქალაქში გააჩინოს. ერთი შეიძლება გლობალური არკედი მოხდება მოარა და რესტორანი დაგვიგე. Tetran makro pasiyan da ararım. Fasıl. რაც პრობლემები იმდენია, რომ ეს მინახავს ბებია. ქართული ჩავდა მე? აი შენი თუ ჩავდა რამოდენს ხო? ჩემი ის არის რომ გემოთ რომ რეალურად ეს აპლიკაციაში გავაკეთოთ რაც კვესტების მაგვარი ასე ვთქვათ, რაღაცა პუბლიკა პასენტების გარდა გვაქვს სასწავლებლებში პროექტები, სადაც შეგვიძლია სერტიფიკატი გავიგოთ. არც ერთი ტუალეტი არ არის რეალური, აღნიშნეთ, რომ არ ვიცი სად არის ავტომობილები, ეს არის ჩვენი მოგონილი. და ის არის რეიტინგ სისტემები. რეიტინგ სისტემები რეალურად იქნება, როდესაც ადამიანი ითხოვს რაღაც კონკრეტულ ადგილზე ტუალეტს, მაგრამ თავზე რეალურად რეიტინგული აქცია, ბევრი მოთხოვნაა და შესაბამისად ეს ინფორმაცია რეალურად აჭიროა, ვივიტანოთ და ვიმასწრებთ ხმა მივიას, რომ გავიგეთოს ტუალეტი. ეს აი ფაქტია რომ შესაძლოა შეიძლება ხოდა მე ეს რაღაც ამბიეზონა არის რევიუ ფიდბექები ტუალეტის ფიდბექები
და ასევე შეიძლება ახლა შევთქვა როგორც ვიცით ნებისმიერი ტუალეტი ნუ ამ თემაზე ზოგადად არ საუბრობთ ხოლმე მაგრამ ნუ მოგიძებთ საუბარს არის ძალიან დამძიმებული და შეიძლება ეგეთი მოახერხება რომ კონგენერალიზი რაღაცები აქვს საწოლდები მოაგროვოთ და ეს ტიპების სახით გავხსენებთ და ეს ნოვერფილექცია და აკროიჩები არქეტიპი როდესაც კონვერსია ჩეკინგ ფუნქცია ამ ეტაპზე რაც მოვასწავლეთ ბევრი რაღაც არის იდეაში ბევრი რაღაც შეიძლება გაგეთეს და რაღაც აჩვენებს ხო და ეს როგორც ვითხარით მაგ პაბლიკ და პაციენტები შეიძლება ბლუივერიაში იყოს და სერტი გადაიღოს და თავისებურებას გაუზიაროს ნახე მე და შენ პაბლიკებში აიმე კაფეების კვალიტეტის იდეაში მაგნიტატიულება რა შეგვიძლია
ანუ ჯერჯერობით ჩვენი ვებგვერდი არის ერთენოვანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამყაროთ მრავალენოვანი და დავამატოთ ხშირად ასმინიმეტრების საშუალება, რაც ასევე დაგვეხმარება, რომ შემდეგში განავითაროთ ან რამე ფუნქციონალი დავამატოთ ისეთი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად გამოიყენოს ჩვენი შექმნილი სისტემა. ტექნიკურად რა საბოლოო ხალხმისურვი ძირითადად არის ნაცნობი დავრჩა შეფასების სისტემა დავრჩა ამის პროგნოზის დამატება დავრჩა და მრავალენოვანი სისტემაში ბოლოს წინაგუნდი იქნება tourist helpers. თავი მოვიდა აპლიკაციის რომ
დაკავშირებით ეს ხო, ანუ გაერთიანოს რაღაც ანუ პური როგორ პური გაერთიანოს ხო, ანუ და ბანებთან წავიდეთ უფრო ანუ შეხვედრაზეც იქ მგონი როგორც ვიცი ანუ რაღაცა უფრო ხიარული რაღაც გასაფრთხობი და ესეთი ის მაგრამ ერთად უფრო ხა 5 კაცი ვაკიდეთ 5 და უფრო გაერთო რამე ჩეკზია მაგათ ფარტის და იმ ფარტიზე წავლენ და რა ვიცი რაღაც მოაწოვენ ერთმანეთს გაიცნობენ და ანუ კიდე ტურიზმში ანუ ძალიან დაეხმარება რომ გაიგებს ზუსტად სად იმყოფება რა ეს თვითონ აპლიკაცია ადგენს შენ საფარ ანუ მაგას და მე აერთებს და მაგას ხრი ვბადოთ საერთოდ დასასრულების კითხულობ Google Maps-ში არსებული ინფორმაციით დაკავშირებას აკეთებს? ანუ ეგეთ შეგიძლია ბაზიდან მოხსნით და ბაზიდან მოხსნით ეს თქვენი ბაზა აქვს. ანუ ხო Google Maps-აც აქვს, ანუ და ზოგი არის, ანუ ცნობილი რაც არ არის იმის დამატებაც ხო შეიძლება ვიღაცას აქვს სასწავლო მაგალითად გახსნით აზბეკში ხა ისეთი არ არის სონი და რაღაც ანუ უფრო არის ხალხში რა ვიღაცა ვაკიროთ და იმას შეუძლია მოაკითხოს რომ ის არის და ბაზაში ჩაუწეს ინფორმაციას და გამოაჩენს რა. მაგრამ შეფასების ისინი ნუ არ დავამატებ ანუ ცნობილები და თვითონ Google Maps-აც აქვს. და ამ ჰაგატონზე ინფორმაცია არის tweetmate.
და უკვე შეგვიძლია, ანუ როგორც ხედავთ, ცხეთა გაიცნოთ და უკვე ცხეთს ნახო შეგვიძლია. ეს არის კემპეინის მუღამი რა. ცხეთა არის 0% ან შესრულებული, გადადი. ცხეთაში ანალოგიური პრინციპი არის experience function, ანუ ებრისი ნახულსაც რომლის experience ემატება და აქაც ანალოგიური პრინციპი თითქოს და ცხეთა ანუ ნახეთ. ანუ კიდე რა გინდა ამბობდნენ კი კარგია მაგალითად ზერთვის, მაგრამ ცოტა ბიზნესას შევეყოთ აბა ეგრე რა გამოვა. მაგალითად თბილისში შევედით, მედიუარის ზემოთ, სადაც არის ჰოტელი და ტური. ფოტოს რო დავაჭერ, თბილისში რა ჰოტელებიც არის ისინი ამბოა. იმათი ლოკეიშენი, ნომრები რაღაცა ვეღარ მოვასწრებ, ამ გინდოდა რომ იმის ინფოიტები და ყველაფერი ეკეთებინა. ასევე ტურები რა, მაგალითად ვებ აპლიკაციის გაკეთება გინდოდა მოვასწრეთ, სადაც დარეგისტრირდებოდნენ ჰოტელები და ტურ კომპანიები, სადაც თავის ტურებს დადებდნენ და ამ კონკრეტული რეგიონებს ამ შემთხვევაში თბილისის ტურებს შევშედიხართ, აი ამ ტურისტულმა კომპანიებმა შემოთავაზობენ ამ ტურს. რაც აფიქროთ ახლა და ტურში ამჩნევ sale 700 XP-ზე, ვისაც 700 experience-ია, და 25% sale-ია, რაღაცა ეგეთი დავუწესოთ, იმათ რომ ანუ რაღაცა experience მოგემატება, ეხლა თუ წყალში ვარ, შეგვიძლია გავუზიაროთ რაღაცა ლამაზი მაგალითად ეს ამ experience-ზე, მაგრამ შეგვიძლია sale-ებში გამოვიყენოთ. ანალოგიურად, ანუ ცხეთის ვარიანტში, ცხეთაში, ჰოტელებში, ან გესტჰაუსებში შეიძლება დავარეგისტრიროთ. ანუ ყველა გესტჰაუსებზე რაღაცები იქნება, რომელიც დარეგისტრირებული იქნება ცხეთაში, ცხეთისთვის და ტურ კომპანიები, რომელიც ცხეთაში რაღაცას თავაზობენ. ალბათ. ანუ ეს ეხლა რაც სურათებს იყო, რეალურად არის შესრულებული, შემიძლია გავგანახოთ. იმ ცალკე ფაილში ვიდეოც არის, როგორ მუშაობს ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფის მაგ აპლიკაციაში. და რავი მაგალითად ეს რიგორს რაღაც იქით წავედი და დავტესტეთ ამ ლოკეიშნის მაგ მუშაობს თუ არა რაღაცა. ან კიდე entertainment mode იყო თუ შეიძლება ანუ კიდე ანუ ცოტა. ხოდა ეს Towerworks-ზე კონდა entertainment mode და დაგეგმილი ქონდა რომ მაგალითად ცოტა კლუბები და რესტორანი და რაღაცები ჩავხო და წარმოგიდგენ სიტუაცია კლუბს უდევს რაღაც ესე ივენტით რომ აი აქ მოდი ეს კოქტეილი დაიე რაღაცა შეთანხმებული გეძლევა უკან და რომ შეიძლება რაღაცა ეჩიმეთი რაღაცა უნდა დუდი ხალები ეჩიმეთი მოგიგენა. ეჩიმეთი სახელი ხო რაღაცა Okay, I know I'm going to shut the door. Not to be there. I quite sure. It's my geolocation. See, we just set a story for the machine. I always cool. I quite cannot be right. Was John Uzarmazari information about the story that is просто რაღაცა რო შეავსო რო დატესტო როგორც აი ეს რაიც იმიტომ ეგრე დროს ხალხი просто იგეთ აღწავლენ ხოდა როცა მივლენ კულები აიღეს და ეს პაგანცავენ შემოსმორო მასწავლები არა ანუ ისეთი რაღაც ანუ მაგასაც ვფიქრობ რომ მაგალითად საქართველოს ვარიანტში ხო რაღაცა ისე რაღაცა ისტორიას პატარა ის რო დავუშვათ მაგას ნახავდა მე პატარა ქვიზი მაგრამ პრობლემა ისაა რომ ზოგს შეგვიძლია ახავდე საერთო ინფორმაცია ხოსა ნახავდეს და მაგითო გავაკეთეთ ესე რომ ასიმეტრიის რადიუსზე თუ მივიდა ან უფრო შეიძლება შევწრო და ხო ნახა მაინც ეგრე გამოიწვრო ნახა რა 10 მეტრის გამოსაში მივიდა მართლა რა ესე აპლიკაცია ამ შემთხვევაში ვერ მოახდინა და მაგითო თორე ის ვის სერიოზული ტურისტები მაგათად არის ეს ტურისტები რომ აი უზიან კითხულობენ ინფორმაციებს სახში მიდიან კიდე აგზავნენ მე მაგათ ესეთი ვარ რომ ვა ეს კიდე წავედი ან ეგეთი ვარ ამ შემთხვევაში ხომ ნახე რა აუგენ კომენტოს შეუნა ის სხვა ტურისტებისთვის შეიძლება რაღაც ეგეთი კომენტები გვიდგა მოდა ექსპერიმენტი უნდა ხო ეგეც ვარიანტია რა ანუ კიდე შემოთავაზეს survival mode თქვას აზრზე რო აზრები რაღაცა ეჩიმეთი რომ ამა მაგალითად რა ეგ survival mode ზომბი აპოკალიფსის დროს ეჩიმეთი ან ვერა ზომბი შეიძლება კიდე რა აბობა ესე იგი ეხლა ყველა პრინციპი ჯიურის წევრები გავლენ მაქსიმუმ 8 საათი და
გადაამოწმებენ თავიანთ შეფასებებს და ასევე ნახავთ ეს აბსოლუტურ მასალებს, დაწერენ საბოლოო შეფასებებს, დაუბრუნდებით და გამოცხადებით გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, სამს განმავლობაში მუშაობდით ამ პროექტებზე გაუძლებლად. მადლობა თქვენ რომ ესე მაგრა ჩა ალექსის და კიდევ სხვა დანარჩენ ორგანიზატორებს მან მოუვიდა გადამოყვება ასევე და ასევე მადლობა ჯერალდს და გამოსწორებულს ეხლა ყველა შეიძლება ორგანიზატორი ყველა ესე იგი, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჯიტას, გრაფის გამოყენების, ასევე ჯეროლაპს, ჯეროლაპის შემქმნელებს, გამოვაცადეთ. და თქვენ პირველ რიგში რომ მოგზადით და ეს უბრალოდ სამი აქციეთ ერთასწავლეთ. ანუ არ მეც მეგონა არ მეგონა პირველ სამი არჩეულდა, რამაც დაარჩა დაბოლი 80%. ზოგი წავიდა 80% დარჩა და მუშაობდა. დუხ ჩაუხდა. და გამოვაუდგინეს გამარჯვებულები დიდი ამათი და ჯერობის შემდეგ და სულ ერთ-ერთი პუნქტი აქედან ორი პუნქტი გადაეცემა. მეორე ადგილზე გასულ მიიღებს საქართველოს კინოთეატრების 100-ლარიან ვაუჩერს, ან მეორე ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრი, თითოეული წევრი და პირველ ადგილზე გასული გუნდის ყველა წევრი მიიღებს Huawei-ის მაგარ ტელეფონს, ლურს და ჯეროლაპის სამქმნიან საფს. მეორე ადგილზე გავიდა გაიდმენი.
სასახად პირდაპირ შეგხვდებით, რომ ზაფხულის პერიოდში არ მგონია, მაგრამ სადაც სექტემბრისთვის კიდევ ერთი ჰაკათონი ჩავატაროთ, ცოტა უფრო დიდი მასშტაბის, ცოტა უფრო საინტერესო ძვირად ღირებული საჩუქრებით და ასე შემდეგ არის. ეხლა ერთადერთი აი რაღაცნაირად როდესაც საუბრობთ გავდიოდით თითოეულ кейს, ერთი პროექტი იყო ძალიან საინტერესო ჩვენთვის და ის ადამიანები, ვინც ამ პროექტებზე